მოგესალმებით, როგორ ხართ? დღეს ცოტათი ტოქსიკური ვიქნები თქვენთვის ამ საჯარო გაშლაში, იმიტომ რომ შევეცდები დაგანახოთ ის თვისება თქვენში, რომელიც აჩერებს თქვენს წარმატებას და რომლის დანახვას თქვენ არ გინდათ. თვისება, მიზეზი, სიტუაცია. ხო, ამიტომ გითხარით, რომ ვიქნები თქვენი ტოქსიკური, არ ვიცი, დაქალი, ანუ უფროსი და ხო, რომელიც ეს არის პრობლემა, გეტყვით. აი აქ არის პრობლემა და აი ეს უნდა დაინახო, რომ უფრო მეტად გამოავლინო შენი პოტენციალი და შენი ნამდვილი მე. ხო, რისი გამოვლენებაც ადამიანებს ასე ძალიან გვეშინია, იმიტომ რომ ხანდახან ვფიქრობთ, რომ თუ კი ჩვენს თავს გამოვავლენთ ისეთებს, როგორებიც ვართ, ადამიანებს აღარ მოვეწონებით. კარგით, ნახოთ, რა არის ის, რაც თქვენში, რაც არ გინდათ რომ დაინახოთ, მაგრამ რეალურად ახარბეზებს, აჩერებს თქვენს წარმატებას, ენერგიას, პოტენციალს, განვითარებას. ორი ვარიანტი გვექნება. ვარიანტი პირველი, მიზეზი და ვარიანტი მეორე, მიზეზი, ხო? მიზეზი ის თუ რა გაჩერებთ, ხო, საკუთარი წარმატების გზაზე. შესაძლოა პირველი ვარიანტი ეს იქნება ავანტიურინი, მეორე ვარიანტი ეს იქნება დალმატინი იასპი. ხა კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს. და შევეცდები, რომ მეტნაკლებად სიღრმისეულად შევეხო ამ პრობლემას და დაგანახოთ ის, რისი დანახვაც ასე ძალიან არ გინდა. და შესაძლებელია ძალიან კარგადაც იცით, რაშიც არის საქმე, უბრალოდ რაღაცნაირად აქ შემოხვედით, იმიტომ რომ თქვენთვის ერთგვარი დასტური მოისმინოთ და რაღაცნაირად კიდევ უფრო მოგეცეთ ძალა და мотиваცია ვთქვათ, რომ ეს კონკრეტული მიზეზი და მდგომარეობა თქვენში შეცვალოთ, ხო? მეგობრებო, აქვე შეგახსენებთ, რომ გვერდი მზის ადამიანი და YouTube არხი ნინო ლეჟავა მხოლოდ მიეძღვნება ეზოთერიულ შემეცნებით ცხოვრებისეულ პოსტებს, რომლებიც ცხოვრებისეულ სხვადასხვა ეტაპებზე ვფიქრობ, რომ თუნდაც რჩევის სახით აუცილებლად ძალიან დაგეხმარებათ, ამის გარეშე ნამდვილად არ დაგტოვებთ და ტაროლოგიური პროგნოზები, როგორც თქვენ ეს გვერდი და YouTube არხი გაიცანით, მაგრამ რაც შეეხება უკვე სიღრმისეულ მაგიურ სამუშაოებს, პროცესებს, უკვე მე ჩემს მსმენელს, ჩემს გამომწერებს ვაზიარებ დახურულ ეზოთერიულ შემეცნებით ჯგუფში მზის კარი, რომელიც ფასიანია, რა თქმა უნდა, ასე რომ ეს არის ორი აბსოლუტურად ერთმანეთისგან გამიჯნული სამყარო, სადაც, რა თქმა უნდა, ინფორმაციული დიაპაზონი სხვადასხვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საჯარო გაშლები ნამდვილად ბევრს აკეთებს ჩემი გამომწერისთვის და ეხმარება და თავის კითხვებზე პასუხებს ისმენს და მოკლედ თავის მადლს ისხავს. გავიკეთო? ძალიან კარგი. დავიწყეთ პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი. ნახოთ რა არის ის. რა რისი დანახვაც არ გინდათ, მაგრამ ცხოვრებისეულად ძალიან გაფერხებთ, ხო? თასების დედოფალი. თასების დედოფალი, რისი დანახვა არ გინდათ. ის დანახვა არ გინდათ და საკუთარი ემოციების. ემოციებს გგუნავთ? თასების დედოფალი ხართ, რომელსაც უნდა რომ ყველასთვის კომფორტული იყოს. იმიტომ რომ თქვენთვის შესაძლებელია ემოციების გამოხატვა და გამოტანა გარეთ ერთგვარ საფრთხესთან ასოცირდებოდა ეს. ნახოთ. თასების დედოფალი. რას პირველი ვარიანტი. რა არის ის, რაც თქვენ განვითარებაში და წარმატებაში და წინსვლაში გიშლით ხელს და ენერგიის გამოვლენებაში. რა არის ეს ყველაფერი?
სხვადასხვა შესაძლებელია დედის სცენარი ქონდათ ტოქსიკური, არ გამოვიწყავ ამას. არის. ოი, პირველი ვარიანტი. რამდენი დათრგუნული ემოცია გაქვთ, ხო? რამდენი დათრგუნული ემოცია გაქვთ. რომელიც შესაბამისად შეიძლება პერიოდულად აკნეს სახით გამოდიოდეს. პერიოდული ეს რაღაცა ბრონქიალური, ასთმური, ესეთი სპაზმებთან იყოს ასევე დაკავშირებული, სუნთქვასთან დაკავშირებული შეიძლება იყოს ასევე პრობლემა, ხო? ახლა თავს აჯერებთ, რომ ეს ნორმალურია, რაშიც ხართ. არ გინდათ რომ დაინახოთ სადღაც, რომ ეს არ არის კარგი. არ არის კარგი, როდესაც ძალიან ბევრი ემოციას თრგუნავთ თქვენში, იმიტომ რომ სხვისი კომფორტი არ დაანგრიათ. თითქოს რაღაც მხრივ უცებ აინთებით, უცებ თითქოს გინდათ რომ რაღაცა შეცვალოთ, მოგეცემათ мотиваცია, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენი ტოქსიკური თასების დედოფალი მაინც უკან ქაჩავს ყველაფერს. თითქოს გინდათ რომ რაღაცა პროცესი დაიწყოთ, თითქოს სამყაროსაც აჩვენებთ რომ მზად ხართ რაღაცები შეცვალოთ, მაგრამ მე ისე გადადიხართ კონფლიქტი, რომელიც პირველ რიგში საკუთარ თავში და საკუთარ გრძნობებში და საკუთარ ემოციებში გაქვთ. კარგი გოგოს იმიჯი გაქვთ, ხუთოსანის სინდრომით იტანჯებით, პირველი ვარიანტი. თქვენ წარმოგიდგენიათ, თასების დედოფლისთვის რამხელა ენერგეტიკული ბლოკი არის ის, რომ არ გამოავლინოს საკუთარი ემოციები ისე, როგორც უნდა გამოავლინოს, ხო? თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს ამდენი დათრგუნული ემოცია სად მიდის? მიდის ჯანმრთელობის პრობლემებში. კარგით, პირველი ვარიანტი გავაგრძელოთ, ხო? კიდე მაგითხები თქვენთან. რატომ თრგუნავთ თქვენს ემოციებს? ფიქრობთ, რომ ემოციებს თუ დათრგუნავთ და რაღაცნაირად კარგი გოგოს იმიჯი გექნებათ და ხუთოსანი მოსწავლესავით იქნებით, აუცილებლად გაღიარებენ, აქ აღიარების პრობლემა გაქვთ, ხვდებით? ანუ საკუთარ თავს და ემოციებს და ნამდვილ სახეს თრგუნავთ, იმიტომ რომ აღიარების პრობლემა გაქვთ. ამიტომ დღეს შეიძლება ამჯობინებდეთ იმას, რომ მოდი მე ახლა ნიღბებს გავიკეთებ, ხო, რაღაცნაირად შევეცდები, რომ ჩემი თავი და რეალური სახე დავთრგუნო, იმიტომ რომ მაღიარო. ამით რაშია საქმე? რაშია პრობლემა კიდე? რატო თრგუნავთ თქვენს ნამდვილ სახეს და ემოციებს, რატო თრგუნავთ? სტაბილურობის დაკარგვის გეშინიათ ძალიან. რატო თრგუნავთ? ძალიან გემძიმთ ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან გიმძიმთ ეს ყველაფერი. ძალიან რთულია თქვენთვის. იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, ვალდებულებების აღება გიწევთ. ხო, ეს ძალიან კარგად შეიძლება აჩვენებდეს სიტუაციას, როდესაც რა ვიცი, ადამიანი მუშაობს კონკრეტულ პოზიციაზე, მაგრამ იმიტომ რომ ვთქვათ, ჯიგარი, კარგი, ვთქვათ, თანამშრომლის სახელი შეინარჩუნოს, ხვის მოდი ასე ვთქვათ, ვალდებულებებსაც საკუთარ თავს ეიღებს და, რა თქმა უნდა, უარს ვერ ამბობს და ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით შეიძლება იყენებდნენ კიდევ ეს თქვენს აი ასეთ დაბალთვით შეფასებას ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ისევ და ისევ არ დაკარგოთ ის ილუზორული თავზე ხელის გადასმა და შექება, რომელიც ფიქრობთ, რომ
რამეს გიკეთებთ. გარდა იმისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმატებთ და იმატებთ ვალდებულებებს. კიდევ რა გაფერხებთ? კიდევ რა გაფერხებთ? რომ გამოავლინოთ თქვენი ძალა და პოტენციალი და ენერგია, რა გაფერხებთ? ველოდებით, რაღაცა მომენტს ველოდებით, რომელიც არასოდეს არ დგება. ათიანების ხლები არასდროს არ დგება. კოშკიც მერე გვეცემა თავში, რაც ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში საკუთარი თავი შეიძლება მიიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ ყველა დრაკონი ერთიანად გამოუშვათ სასეირნოდ და ცეცხლის ალში გაახვიოთ, არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ყველა თქვენს ირგვლივ. ანუ ეს არის ისტერიკა, ეს არის აფეთქება, ეს არის სერიოზული ნგრევა, რომელიც მხოლოდ თქვენს ირგვლივ არ ჩაითრევს ადამიანებს, არამედ თქვენს ჩაგითრევთ, იმიტომ რომ აქ თქვენ ტარო გეუბნებათ, რომ საბოლოო ჯამში შენ თვითონ ექცევი შენს თავს ასე და მე უკვე როდესაც ვთქვათ აღარ გაქვს იმის რესურსი, რომ ეს ყველაფერი აიტანო და მოითვინო, მე გასკდები ერთ მშვენიერ დღეს და გადმოაფრქვევ ხო ყველაფერს. და მე კიდე აქეთ მოგიტრიალდებიან და როგორი ნერვიული ხარ და როგორი არაადეკვატური ხარ, ხომ ასეა? ხო ასეა და აი ეს კოშკი ეს თითქოს რაღაცა სცენა, მე რამ კოშკიდან გადიხართ ამ კოშკიდან, აბა ვნახოთ, გადიხართ თუ არ გადიხართ ამ კოშკიდან. გადიხართ ამ კოშკიდან. არკანი მზე და არკანის სულელი. თასების დედოფალი. გაქვთ იმის შანსი, რომ გახვიდეთ ამ კოშკიდან. ძალიან დიდი შანსი გაქვთ, რომ გახვიდეთ ამ კოშკიდან. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თქვენ შემთხვევაში მარტივი სცენარი არ განიხილება. 7 წყნარი, როდესაც ადამიანები მრგვალ მაგიდასთან სხდებიან და გარკვეულ მოლაპარაკებაზე მიდიან, არა, ეს არის ან ესე იგი დაკარგული სამსახური, საიდანაც ერთ მშვენიერ დღეს ადგებით და წამოხვალთ, იმიტომ რომ მეტი აღარ შეგიძლიათ. გამოჯახუნებული კარები, საძინებლის ოთახში გახსნილი ჩემოდანი, სადაც დასასმელებს ალაგებთ და მიდიხართ და ბოლო ხმაზე ყვირით, იმიტომ რომ ესე აღარ შეგიძლიათ, ხო? ნებისმიერი სცენარი, სადაც უკვე ადამიანი გამოსული არის მწყობილებიდან, იმიტომ რომ ითმინა და საბოლოო ჯამში მივიდა ამ მდგომარეობამდე, ხო? მაგრამ ნახეთ, თქვენ გეუბნებიან, რომ გაქვთ ამის პოტენციალი. უბრალოდ დიდი ალბათობით შეიძლება მე რაღაცნაირად ისე უკან ბრუნდებოდეთ, იმიტომ რომ ვიღაცები გირიგებდნენ, ვიღაცები თავს უცებ მოგიქონავს, გეტყვის რო იცი რა, აი, всё, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ ახლა არ წახვიდე, არ დამტოვო და ასე შემდეგ, ხო? ასე შემდეგ. ისე უბრუნდებით თქვენს ტოქსიკურ თასების დედოფალს. ისე უბრუნდებით? ისე სავარაუდოდ რაღაცა შემოთავაზებებზე თანხმდებით, რომელიც იცით სადღაც გულის სიღრმეში, რომ ისევ და ისევ არ გაამართლებს, მაგრამ სხვა გზა არ არის, ხო? ისევ რაღაცა პერიოდი იქნებით, აი ამ რაღაც სიხარულის ეიფორიაში, რომ ყველაფერი შეიცვალო, ყველაფერი კარგად არის, ეგება და აზრზე მოვიდნენ ადამიანები, ხო? ან თქვათ შეცვლილ გარემოებაში ისევ იგივე სცენარებში აბიჯებთ, ხო? აქ პრობლემა იმაშია, რომ ზედმეტად ახართ და ზედმეტად არის თქვენი თვითშეფასება დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. და იმიტომ რომ სხვა ადამიანებმა თავზე ხელი გადაგისვან და ტაში დაგიკრან, ამიტომ საკუთარ თავზე და საკუთარ როლზე შემოძვირფასო პირველო ვარიანტო უარს ამბობ. იმშვიდობებით. შეგიძლიათ წამში გამომწერებს, ვისაც გულზე მოხვდათ, ახლა ჩემი საუბარი წაშალოთ ჩემი YouTube არხიც და Facebook გვერდიც. მე გაგაფრთხილებ თავიდანვე, რომ ტოქსიკური ვიქნები თქვენ. კარგით, მეორე ვარიანტი. დალმატინი იასპი, აბა თქვენთან ვნახოთ. რა არის ის, რაც გაფერხებთ, არ გინდათ რომ დაინახოთ
და აფერხებს თქვენს ენერგიას და პოტენციალს. რა არის ეს? ტოქსიკური მოსამართლეები ხართ, მეორე ვარიანტი? რაში გამოიხატება თქვენი სამართლიანობა? რატო გაფერხებთ სამართლიანობა? ხუთიანების. იცით რა არის? მეორე ვარიანტი. ძალიან ნახეთ, გავიწყდებათ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმართლე, თავისი სამართალი, აქვს თავისი სამყარო, თავისი თვალსაწიერი, აქვს თავისი ხედვის უნარი, დიაპაზონი. აქ როგორ ხართ იცით, თუ კი ვიღაცა არ ხედავს სიტუაციას ისე როგორც ხედავთ თქვენ, მომენტალურად ბრძოლის ენერგიებში გადადიხართ. ანუ რას ქვია, შენ მე არ მეთანხმები, ანუ რას ქვია, შენ ჩემს წყალი რო არ გაუვა, ისეთ სიმართლეს ეჭქვეშ აყენებ და რას ქვია, რომ ჩემი დაწესებული სცენარით სადღაც ისი არ ცხოვრობ, როგორც შენ. ნახეთ, აქ როგორი რაღაც არის, იცით, აქ ენერგია მიაქვს ამ ყველაფერს ძალიან ბევრი. იმიტომ რომ გაბრაზებთ ის, რომ შეიძლება ვიღაცები ისე არ პასუხობდნენ თქვენს მოლოდინებს, როგორც თქვენ მიდათ. ეს არის პრობლემა თქვენში. ეკრანიდან ხელის გამოწვდომა რო შემეძლოს, მოსამართლის ჩაქუჩს გაჩუქებდით. იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამართლიანობა ზოგადად სუბიექტური რამეა, ხო? ყველას თავისი სამართალი აქვს, აბსოლუტურად ყველას. კარგით, მოდით ნახოთ, ეხლა ჩვენ გავაგრძელოთ შემდეგი. რა არის ის, რაც თქვენ გაფერხებთ და არ გაძლევთ განვითარების საშუალებას და არ გინდათ რომ დაინახოთ თქვენში რა არის ეს? მეორე ვარიანტი. ეს რა არის? მე მაქვს ჩემი სიმართლე და არსებობს ორი სიმართლე, სამყარო სიმართლე და ჩემი სიმართლე. ჩემო ძირფასო, მეორე ვარიანტა ნახეთ, რომ ვამბობ ზემოთ ტოქსიკური მოსამართლე ხართ თქო. ეს ნიშნავს იმას, რომ ხარვეზი არის შემდეგში. რაღაცისთვის გამოყოფთ ენერგიას, რაღაცისთვის გამოყოფთ გარკვეულ, თქვათ, რესურსს, აინთებით ამით და მერე უკვე აღმოაჩენთ, რომ რაღაცები ისე არ გპასუხობენ, როგორც თქვენ ეს გინდათ, ხომ? და ნახეთ, ამას ძალიან ბევრჯერ გიბრუნებთ სამყარო როგორც სცენარს. ძალიან ბევრჯერ გაჩვენებთ, რომ თქვენივე მოლოდინები საბოლოო ჯამში გართმევთ ენერგიას. ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ შეიძლება გქონდეთ მოლოდინი, ხო? და ეს მოლოდინები თქვენში ცრუ მოლოდინები, ხო? თქვენში ქმნის ენით აუწერელ სიბრაზეს და მე ნახეთ რა გემართებათ, რომ ადამიანები თუ კი არ მოყვებიან ან არ გეთანხმებიან ამ თქვათ რაღაცნაირად გეწინააღმდეგებიან ან თქვენ სცენარში არ იღებენ მონაწილეობას, ხო? მე უკვე მიდიხართ მთვარის ენერგიებში, ანუ იწყებთ უკვე დრამას, რომ აი როგორ თქვენ კარგი გინდოდათ და ადამიანებმა ვერ გაგიგეს და როგორი ცუდები არიან და აქეთ როგორი გამოყენებული ხართ, როგორი მოტყუებული ხართ და როგორ თქვენი არავის არ ესმის. გეცნობათ მეორე ვარიანტი? ეხლა რასაც გეუბნებით. კარგით, მოდი ეხლა ჩვენ ესე გავაგრძელოთ. თქვენი მთვარე რაში გამოიხატა? მე მიდიხართ ამ პროცესებში, მიდიხართ და ეს კიდე ცალკე ენერგიას გართმევთ. კარგით, როგორ უნდა გამოხვიდეთ ტოქსიკური მოსამართლის სცენარიდან? როგორ უნდა გამოხვიდეთ? არკანი ძალა, პენტაკლების მეფე,
და არკანი მზე. ნახეთ, ვაცადოთ ადამიანებს იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ნახეთ, შეიძლება იმიტომ რომ სამყარო რაღაცნაირად გაჩვენებდეთ, რომ შენ არავის არ მოუწია შენთვის მოსამართლის მანტია ყოველ შემთხვევაში არ ზიხარ რაღაცა სასამართლოს ხდომაზე და მოდი მოიხსენი ეს მანტიას. შეიძლება პირდაპირ არა მხოლოდ ემოციებზე, არამედ ფინანსებზეც გირტყამდეს. ამიტომ შეხედე როგორი რაღაც არის აქ, შენ რას გეუბნებიან, რომ როგორ უნდა შეწყვიტო ეს საკუთარ ნახეთ, საბოლოო ჯამში შეიძლება აქ ის პრობლემა იყოს, რომ იმიტომ ცდილობთ, რომ რაღაცნაირად ადამიანებმა თქვენი სცენარები გაიზიარონ, რადგან საკუთარ თავში არ ხართ დარწმუნებული. აბა დაუკვირდეთ ახლა რას გეუბნებით. ხო? და მუდმივად გჭირდებათ სადღაც ძალისხმევის, სადღაც კონფლიქტის, სადღაც შეჯიბრის, რომ აი რაღაცნაირად ესე იგი აჩვენოთ ყველას, რომ მე აქ რატომ არ ვარ ისე სათანადოდ შეფასებული და რატომ არ იზიარებთ ჩემს სცენარს ისე როგორც მე მინდა და შესაბამისად რატომ არ მიკრავთ ტაშს ისე როგორც მე მინდა. აქ არის ძალიან ბევრი მოლოდინი. მეორე ვარიანტი, ნახეთ რისი თქმა მინდა თქვენთვის საკუთარ თავში ძალა იპოვეთ. იმიტომ რომ გამოსავალი იმაშია, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, აღარ ამტკიცებს და ყველას აცდის იყოს ის, ვინც არის ის რეალურად. მიხვდით ხო? თასების პენტაკლების მეფე. და ნახე რესურსიც ერთი მთლიანი გიხდება და ბოლო სიცოცხლის ხალისი გემატებათ, ხო? ხა თუ სულ რაღაცის მტკიცებაში და ბრძოლაში ხართ, გარდა იმისა, რომ ენერგიას კარგავთ, ნახეთ თუ არის მზე, ანუ მუდმივად რაღაც დრამებში და ენერგიების ფლანგვაში ხართ. მაშინ როდესაც შეგიძლიათ რომ იყოთ უფრო მეტად რბილები, სადღაც უფრო მეტად მარტივები, სადღაც უფრო მეტად ზედაპირულები, რომ სიცოცხლით დატკბეთ. რამდენად გართმევთ ეს სამართლიანობის არკანი ენერგიის? რამდენად გართმევთ? ფიქრობთ, რომ ენერგია ბევრი გაქვთ? არკანის შეყვარებულები, სამიანების კვერთხები, ბრუიანების ხმლები. საბოლოო ჯამში პირაჩის პრობლემები იწყება. საბოლოო ჯამში მოლოდინები გვიცრუვდება, გზები, რომლებიც გვეგონა რომ გახსნილია, უცებ იკეტება და ისევ იკეტებით საკუთარ თავში. ამიტომ რომ დიდი ალბათობით ეს ნეგატივი ვისაც გაქვთ პარტნიორული ურთიერთობა. ხო, ან ვისაც არ გაქვთ, შესაძლებელია აბსოლუტურად აუტანელი იყოთ კაცების თვალში. ხდებით ხო? აუტანელი ტოქსიკური კვერთხების დედოფალი, რომელიც სულ ასე იგი რაღაცნაირად ამ დროს ძალიან ეგოისტი შეიძლება ეგონოთ სხვათა შორის მეორე ვარიანტი ადამიანებს. ამ დროს ეგოისტი ადამიანი რომ იყოთ, ესეთი საკუთარ თავში ვერ დარწმუნებული ნამდვილად ვერ იქნებოდით. აქ საკუთარ თავში რომ არ ხართ დარწმუნებული, იმიტომ ცდილობთ მუდმივად იბრძოლოთ და თქვენი პოზიციები უმტკიცოთ სხვა ადამიანებს. აი რაშია პრობლემა. დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილებით. იმედია მოგეწონათ ჩემი საჯარო გაშლა. ცოტა ისეთი იყო. წარე ინექციასავით, მაგრამ სამაგიეროდ გულით ვეცადე მომეტანა თქვენთვის ის, რაც ყველაზე მეტად არ გვინდა ხოლმე საკუთარ თავში დავინახოთ და მაინც მოსასმენადაც სასიამოვნო არ არის, ხო? ამიტომ ამბობ, რომ ჩემი საჯარო გაშლების მოსმენა და ზოგადად ჩემი საჯარო გაშლები ბოლო 2-3 წელი ალბათ ყველასთვის არ არის. წარმატებებს გისურვებთ და შეხვედრამდე.